სააგენტოდან გამოსვლის დროს ჩართავთ მარჯვენა ციმციმას, გაიხედავთ მარცხნივ-მარჯვნივ, თუ გზაზე გასვლა უსაფრთხოა გახვალთ გზაზე. გასვლის უსაფრთხოება განისაზღვრება მანქანის სიახლოვის და სიჩქარის გათვალისწინებით. შედიხართ 70 კილომეტრის შეზღუდვის ზონაში, დაიწყებთ სიჩქარის მომატებას და დაიჭერთ სიჩქარეს 65-დან 70-მდე. როდესაც გზა თავისუფალია, სასურველია იმოძრაოთ ამ სიჩქარით. უნდა იმოძრაოთ თქვენი სამოძრაო ზოლის შუაში, სარკეებით აკონტროლეთ უკნიდან მომავალი მანქანები, თუ რომელიმე მანქანა გისწრებდათ, გაზზე ფეხის აშვებით მისცემთ გასწრების საშუალებას. საჩხერემდე გხვდებათ რამდენიმე პატარა მოსახვევი, არ გჭირდებათ მკვეთრი შენელება მოსახვევში შესასვლელად, თუ სწორად გააკეთებთ გაზზე ფეხის აშვებითაც დავარდება საკმარისად სიჩქარე. არ გამოიყენოთ მკვეთრი მუხრუჭი, თუ გამოიყენებთ მცირედით სიჩქარის დასაგდებად გაიხედეთ ხოლმე შუა სარკეში. აღმართზე შესვლისთანავე მოხვევის ნიშნებია, აქ რომ გაზს ფეხი აუშვათ აღმართის გათვალისწინებით სიჩქარე ძალიან დავარდება, ამიტომ შეხვალთ ჩვეულებრივად გაზზე ფეხით, მაგრამ გააკონტროლეთ სიჩქარე. 60-საც რომ ჩამოცდეთ დასაშვები სიჩქარეა. მოსახვევიდან გამოსვლის შემდეგ ისევ მოუმატებთ. ამ დაღმართის შემდეგ იწყება 60 კილომეტრიანი სიჩქარის ზონა. დაღმართიდან დაიწყებთ სიჩქარის დაგდებას მუხრუჭის გამოყენებით და 60 კილომეტრიან ზონაში იმოძრავებთ 55-დან 60-მდე შუალედში. ყურადღება მიაქციეთ ყველა გზას, რომელიც მთავარ გზას უერთდება. აქ დაზიანებულ გზამდე დააგდებთ სიჩქარეს და დაზიანებულ გზაზე გადახვალთ რბილად, დაზიანების მიხედვით განსაზღვრული სიჩქარით. აქ უკვე გეცოდინებათ, რომ 300 მეტრში გიწევთ მოხვევა მარცხნივ. ამით თქვენ იგებთ, რომ ონის კრუგთან ორზოლიანი გზის შემდეგ გიწევთ მოხვევა მარცხნივ. ორზოლიან გზაზე შეხვალთ მარჯვენა მხარეს, შემდეგ ციმციმით სარკეებით და მხარზე გახედვით ზებრამდე ან ზებრის შემდეგ გადახვალთ მარცხენა ზოლში. ზებრაზე ზოლის შეცვლა არ შეიძლება. კომპიუტერი, როდესაც გეტყვით მალე მოუხვიე მარცხნივ, ჩართავთ მარცხენა ციმციმას და შედიხართ წრიულზე. აქ შესვლის დროს გაქვთ უპირატესობა, გამოსვლის დროს კი მარჯვნიდან მომავალ მანქანას უნდა დაუთმოთ, თუ საფრთხის შემცველ მანძილზეა. აგრძელებთ მოძრაობას 40 კილომეტრიან ზონაში, სადაც გზა საშუალებას იძლევა იმოძრავეთ 40-თან ახლო სიჩქარით. აქ შეგხვდებათ ქვეითები, დაბრკოლებები, ზებრები, ყველგან შესაბამისი სიფრთხილის და წესების დაცვით გაიარეთ. ზებრის შემდეგ შედიხართ წრიულზე, თუ წრიულიდან მანქანა გამოდის დათმობის ნიშნებთან გაჩერდით და გაატარეთ. წრიულიდან გამოსვლის დროს გაქვთ უპირატესობა, მაგრამ თუ მანქანა უკვე გამოცდა თავის დათმობის ნიშნებს და თქვენი გავლა უსაფრთხო არაა, უნდა გაატაროთ.
ყურადღება მიაქციეთ ზებრებს, ბუგაროკებს და გაიარეთ შესაბამის წესების დაცვით. ყველა გზაზე, რომელიც უერთდება თქვენს სამოძრაო გზას, უნდა გაიხედოთ და აკონტროლოთ, რამდენად უსაფრთხოა თქვენი მოძრაობა. შედიხართ წრიულზე, კომპიუტერი გეუბნებათ პირდაპირ მოძრაობას, თუ წრიულიდან მანქანა გამოდის, უნდა დაუთმოთ. აქ ყურადღებით იყავით გაჩერებულ მანქანებთან და ქვეითებთან. შედიხართ წრიულზე, წრიულზე შესვლის დროს გაქვთ დათმობის ვალდებულება, გამოსვლის დროს უპირატესობა. იგულისხმება სანამ შეხვალთ, თუ თქვენ უკვე შეხვედით და მერე შემოვიდა მანქანა, მასთან უპირატესობა გაქვთ უკვე. გამოსვლის დროსაც თუ უკვე შემოსულია მანქანა, მას აქვს უპირატესობა. უხვევთ მარცხნივ და მიდიხართ ლესელიძის ქუჩისკენ. ლესელიძის ქუჩაზე უნდა შეხვიდეთ დაბალი სიჩქარით, თქვენს ზოლში, ხშირად შესასვლელშივეა გაჩერებული დაბრკოლება. ჩაურთავთ შესვლის შემდეგ მარცხენად სიმციმას და აულით გვერდს წესების დაცვით. მოძრაობთ ისევ 40 კილომეტრიან ზონაში. ყველა გზისკენ გაიხედეთ ხოლმე, რომელიც უერთდება თქვენს გზას, სიჩქარეში არჩიეთ ხედვის არის და გზაზე მდგომარეობის მიხედვით. გაიხედეთ მარჯვენა მხარეს, კომპიუტერი გეუბნებათ პირდაპირ მოძრაობას, მაგრამ ამ ჩიხს რომ გაცდებით, ჩართეთ მარჯვენა სიმციმა. მარცხნივაც გაიხედეთ. ამ გზაზე გვხვდებათ ბეტონის ბუგაროკები, ზებრები. ყველგან გაიარეთ წესების დაცვით, აქ მაქსიმალური სიჩქარე არის 50.
აქ გზაზე უნდა გახვიდეთ მარცხენა ციმციმით, გასვლამდე დარწმუნდით მარცხნივ გახედვით, რომ ხიდიდან მომავალი მანქანა საფრთხის შემცველ მანძილზე არ იმყოფება. საჭიროების შემთხვევაში გაჩერდით და დაელოდეთ. მოძრაობას აგრძელებთ მარჯვნივ. მოძრაობთ 40 კილომეტრიანი შეზღუდვის ზონაში, არ მიხვიდეთ გზის კიდესთან ახლოს. ზებრები ბევრგან დახაზული არაა, ან კარგად არ ჩანს. ნიშნებს მიაქციეთ ყურადღება. შედიხართ წრიულზე უხვევთ მარცხნივ და შემდეგ კიდევ მარცხნივ. გიწევთ მოტრიალება, წრიულიდან თუ რაიმე გამოდის უნდა გაატაროთ. აქ უხვევთ მარცხნივ, ორივე მხრიდან მოძრავი მანქანები უნდა გაატაროთ. როდესაც დარწმუნდებით, რომ გზაზე გასვლა უსაფრთხოა, გახვალთ გზაზე. ხიდზე შედით მარჯვენა მხრიდან. ხიდზე მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე არის 25. შედიხართ წრიულზე, სადაც მოხვევას ახორციელებთ მარჯვნივ. მარცხნიდან შემოსულ მანქანებს აქვთ უპირატესობა, თუ რამე მოძრაობს გაჩერდებით დათმობის ნიშნებთან და გაატარებთ. გადიხართ ბაზრის ტერიტორიას, ყურადღება მიაქციეთ გვერდით და წინა დისტანციებს. ზებრა გადასასვლელებს, ქვეითებს. მთავარ გზაზე მიდიხართ, მაგრამ გვერდიდან ხშირად უხეშად შემოდიან მანქანები. ყურადღებით იყავით და თუ ვინმე გადაგიჭრით, გაატარეთ. თქვენი ინიციატივით არ გაუჩეროთ. არ უნდა მოგიწიოთ ზებრაზე გაჩერება, თუ ქვეითი ზებრასთან დგას და გადმოსვლა უნდა, გაუჩერეთ. თუ ზებრა არაა და გზას არ გიჭრით, არ გაუჩეროთ, სიფრთხილის დაცვით გაიარეთ. აქ გზა დაუხაზავია, უნდა აკონტროლოთ გვერდითი დისტანცია და საპირისპირო ზოლის წარმოსახვითი ხაზი. არ მიხვიდეთ ახლოს გაჩერებულ მანქანებთან და არც საპირისპირო ზოლში გადახვიდეთ, თუ დაბრკოლების გამო არ მოგიწევთ გადასვლა. უსმინეთ კომპიუტერს და იმოძრავეთ კომპიუტერის მითითების შესაბამისად. თუ ვერ მიხვდით რომელი შესახვევისკენ მიგითითათ კომპიუტერმა, შეხვევამდე შეგიძლიათ კითხოთ გამომცდელს. მოძრაობთ ისევ 40 კილომეტრიან ზონაში, დაუხაზავ გზაზე, იმოძრავეთ წარმოსახვით ხაზთან ახლოს. მიდიხართ მოსატრიალებლად.
როდესაც კომპიუტერი გეტყვით მალე მოხვევას ჩართავთ სიმციმას, გაიხედავთ სარკეში. დარწმუნდებით, რომ გასწრებას არ აკეთებს უკანა მანქანა და თუ წინიდანაც გზა თავისუფალია შეხვალთ მოსატრიალებლად. გამოსვლამდე უნდა გაჩერდეთ, გზაზე გადიხართ მარჯვენა სიმციმით. გაიხედოთ მარცხენა მხარეს, მარჯვნიდანაც ძალიან ახლოს არ უნდა იყოს მანქანა და როდესაც დარწმუნდებით, რომ გზაზე გასვლა უსაფრთხოა, მოუხვეთ მარჯვნივ. მოხვევის დროს თქვენს ზოლში უნდა დარჩეთ. იმოძრავეთ 40-თან ახლოს სიჩქარით, არ მიხვიდეთ ახლოს ტროტუართან. შედიხართ ბაზრის ტერიტორიაზე, თუ რამე მოძრაობს მარჯვნიდან ან მარცხნიდან ატარებთ ყველაფერს. ბაზრის ტერიტორიას გადიხართ საპირისპირო მხრიდან, დაიცავით ანალოგიური წესები აქედანაც. შედიხართ წრიულზე, შესვლის დროს გაქვთ დათმობის ვალდებულება. წრიულიდან გამოსვლის დროს გაქვთ უპირატესობა. წრიულზე უხვევთ მარცხნივ, შესვლამდე გაქვთ დათმობის ვალდებულება, გამოსვლის დროს უპირატესობა. აქ თქვენი გზაა, მაგრამ უკვე მანქანები შემოსულები არიან, ასეთ სიტუაციაში გაჩერდებით და გაატარებთ.
წრიულზე შესვლის დროს გაქვთ დათმობის ვალდებულება. გამოსვლის დროს გაქვთ უპირატესობა. უხვევთ მარცხნივ და შედიხართ ვიწრო ქუჩაზე, სადაც საპირისპირო მანქანები იშვიათად, მაგრამ მაინც მოძრაობენ. ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ და თუ რამე შეგხვდებათ, იქედან გამომდინარე, რომ საპარკინგე ადგილები თქვენს მხარეს არის, თქვენ მოგიწევთ გატარება. აქ გაიხედავთ მარცხენა მხარეს და თუ გზაზე გასვლა უსაფრთხოა, მოუხვევთ მარჯვნივ. აქ უნდა გაატაროთ მარცხნიდან მომავალი მანქანები, როდესაც გზაზე გასვლა უსაფრთხო იქნება, გახვალთ მარჯვენა ციმციმით. აქ გზა თუ თავისუფალია, ეცადეთ 40-ს არ ჩამოცდეთ. 50-საც არ გადააჭარბოთ. ყურადღებით იყავით ზებრებთან და წინიდან მომავალ მანქანებთან, ხშირად გადმოდიან თქვენ ზოლში. შედიხართ ორზოლიან გზაზე, უნდა შეხვიდეთ მარჯვენა მხარეს, დაიკავეთ მარჯვენა მხარე, რომ მარტივად შეხვიდეთ. ორზოლიანი გზის ბოლოს გაიხედეთ სარკეში და მხარზე და თუ რამე მოძრაობს, გაატარეთ. შედიხართ 50 კილომეტრის შეზღუდვის ზონაში, იმოძრავეთ 45-დან 50-მდე სიჩქარით. ბრუნდებით უკან სააგენტოსკენ. ყურადღება მიაქციეთ სიჩქარის კონტროლს, სარკეებში მანქანებს. თუ მანქანა გისწრებთ, გაზზე ფეხის აშვებით მიეცით გასწრების საშუალება, არ გამოიყენოთ მკვეთრი მუხრუჭი, თუ შესანალებლად მუხრუჭის გამოყენება დაგჭირდებათ, გაიხედეთ ხოლმე შუა სარკეში. შედიხართ 60 კილომეტრიან ზონაში, მოუმატეთ სიჩქარეს და თუ გზა საშუალებას გაძლევთ, იმოძრავეთ 55-დან 60 კილომეტრამდე. შედიხართ 70 კილომეტრიან ზონაში, აქედან სააგენტომდე სიჩქარე აღარ იცვლება. სადაც საშუალებაა, იმოძრავეთ 65-დან 70-მდე სიჩქარით, მოსახვეებში შეანელებთ. თუ სიჩქარეს გადაგიცდათ, მალე უნდა მოახდინოთ რეაგირება.
როდესაც კომპიუტერი გეტყვით მალე მოხვევას ჩართეთ სიმციმა, გაიხედეთ გვერდით და შუა სარკეში, აკონტროლეთ უკან მანქანები, დაიწყეთ შენელება, დაიკავეთ ახლო ადგილი გამყოფ ხაზთან და სააგენტოში შესვლის დროს თუ წინიდან არაფერია და უკნიდან მანქანა არ გისწრებთ, შეხვალთ სააგენტოში. მოხვევის დროს ზებრას არ უნდა შეეხოთ.